აი ასე. დედიკოსთან მივედი, ფორმებში გადავიტანე პასკის ცომი. დავდგი გამათბობელთან, გამათბობელი აქვს ჩართული, ხალხო. ცივა, ნახეთ როგორ ცივა. ეხლა ფეხით უნდა გადავირბინო, აგერ გვერდზე ქუჩაზე. ფრჩხილებს გავიკეთებ, სანამ დედიკო რაღაცებს გააკეთებს. იმიცი რა ქვია, ჰაერღუმელში ქათამი შეუწამს. ბოსტნეულით, რო რო შევხედე უკვე დავნაყრდი და მინდა გაჩვენოთ რა. ჩიხი შეგვიკეთე. ჩიხში დააგეს აი ესეთი კოხტა და ლამაზი ესა რა ქვია, ასფალტი. შენა ბიჭო უნდა გამაცილო? ბობა მაცილებს როგორც ყოველთვის. აი ესე ისეთი კარგი გზაა, რომ აი ქსიამოვნებს პირდაპირ სიარული. თოვლს გვიჩვენებს და ნეტა მართლა თუ მოთხოვს რა საშინელება. გამარჯობთ. არა, საშინელება არ არის, მადლობა ღმერთს, ბოდიში არ მინდა და ეგ რომ მეთქვა. მაგრამ წამამცდა რა, დავიღალე, აღარ მინდა ამდენი ზამთარი. გავთიშავ ახლა ჩემო კარგებო და შეგეხმიანებით უკვე ზიზი შილაკით. ხალხო, ვისაც გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ჩვეულებრივად ავიღე ავოკადოს კურკა, ძირი გაუქლიბე, მუდმივად წყალში დევს, არც ფესვი ჩანს, არც ბოთოლი. წარმოდგენა არა მაქვს, როგორღაც ახარებენ და ნეტა როგორ. მე რამდენჯერად ვცადე არ გამომივიდა. არა და რო არ მეზრდება, ავდექი და კიდევ ვცადე. ნახოთ აბა რა გამოვა, ჯერჯერობით მაქვს. 1, 2, 3 კვირაა კი მაქვს ესე და ან მე მგონი უკვე უნდა გქონდეს რაღაცა კალამი ამოღებული. ხალხო, დაახლოებით ახალ წლამდე გავჭერი კომპოსტო. ვიხმარე ნახევარი. ხო და ახლა აღმოვაჩინე ეს მეორე ნახევარი, კალათში კი არა, უკან გადავარდნილა კარადის უკან და უნდა გაჩვენოთ რა მომხდარა. ნუ ეს გაფუჭებული სტაფილოა აგერ, ესეც გადავარდნილა. დაყვავებულა და შეხედეთ, თავი გაუკეთებია მეორე. პატარა თავი, აი საოცრება. გავგიჟდი რომ დავინახე, აი გადავირიე რომ დავინახე რა. უნდა გადავაგდო რა თქმა უნდა, მაგრამ გადავიღე სანამ გადავაგდო. მე და ჩემი მეგობარი მოვედით აგარე ქვენატკოცის სასაფლაოზე, მისი მშობლების საფლავს დავხედეთ. წინაპრების სისუფთავეა, კოხტათ არის. ესეთი არა ამქვეყნიური სიმშვიდეა აქ. ცოტა გამოიამინდა. მაგრამ მაინც წვიმებს გვიპირებს, ასე აჩვენებს და იგრძნობა რომ იწვიმებს. და მინდა რომ ჰაერღუმელში შევწვა. დიდი გოგრა შემხვდა ერთხელ და დავჭერი და ნაწილ-ნაწილ შევინახე. ხა ყველას არ გვიყვარს სახლში გოგრა და ხوار გავაფუჭებდი. დედასაც წავუღე და ავდექი და ესეც შევინახე. ხო და ჩემო კარგებო. ისე კარგად შეინახა, ესე გაყინულს აიღებ პირდაპირ შედებ ჰაერღუმელში და გამოდის არაჩვეულებრივი. გოგრა შევსვი ჰაერღუმელში და მინდა გითხრათ გოგრის სუნელის შესახებ რაღაცეები. და მინდა თქვენგანაც გავიგო, გაგიგიათ თუ არა და გაგიკეთებიათ თუ არა. სამეგრელოში მე რო ვიყავი პატარა და ბებია რო იყო ცოცხალი, ჩვენ ოჯახში
ხან ბებია და ხან ბიცოლა აკეთებდნენ ხოლმე სუნელებს. რას ნიშნავს ახლა ეს სუნელები? ჩვენ ხო აღმოსავლეთში აქეთ ვეძახით სუნელს, სუნელებს, ხო? არა, ეგ თავისით არ ჩამოვა და შენ არ გეჭმევა. გამოდი აქეთ. ნუყებ. ვეძახით დაფქულ სუნელს, ხო? ხოლოდ აი როგორც არის ყვითელი ყვავილი, ქინძი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დასავლეთში სუნელს ეძახიან სველმშრალ აჯიკის კონსისტენციის სანელებელს, ესე ვთქვათ, პასტას, რომელიც რომ კეთდება თითეული ხილისთვის თუ ბოსტნეულისთვის თუ კერძისთვის სხვადასხვა. ასე მაგალითად, მოხარშული წაბლა გოგრა, თეთრი რომაა, გარედან თხელი კანი რომ აქვს და შიგნით რომ ისეთი წაბლივით არის და არაჩვეულებრივად არომატული და ტკბილია და დიდი თესლები აქვს. აი ესეთი მოყავთ ხოლმე და ჩვენ ვერც ქვიშხეთში და ვერც აქ აგარაში ვერ მოვიყვანეთ. სხვათა შორის გარდენია შევარდნაძესთანაც ვნახე თესლს ყიდ და გურული გოგრისას. არც დავინტერესებულ ვარ, მაგ თესლს კი არ ვიყიდი კი არა და სამეგრელოდან ჩემები გამომიგზავნიან და გამომიგზავნეს კიდევაც ბევრჯერ და მე თვითონაც რო ვეყავი მაშინაც ჩამოვიტანე, მაგრამ ვერ გავახარეთ. აქ სხვა მიწა, სხვა წყალი და სხვა კლიმატია. უბრალოდ რაღაც ანომალიურად ყვავის უდროოდროს მე ეტყობა ვერ იმტვერება, ცოტა სისხავს და რაღაცა პატარებია. აი როგორც არ გადავყევი ძეთ, არაფერი არ გამოგვივიდა. აი ამ გოგრას ქონდა ცალკე სუნელი. ეს იყო დანაყული მწვანე ლეული, ეს იყო ცოტა ნიგოზი, ეს იყო ცოტა წიწაკა, ძალიან კარგად მახსოვს რომ ქონდა იცით რა? ომბალო, სულ ცოტა ომბალო. აი სამეგრელოში ომბალო სულ სხვანაირი იყო. სხვანაირი არომატი აქვს იქაურ მწვანეს. ეს ხესტი ლოკალური ფენომენია იყო. სხვა მიწაა, სხვა ჰაერია, სხვა მზეა, ყველაფერი სხვა და სხვანაირია და შესაბამისად სურნელი და გემოც სხვა აქვს. სულ ცოტა დანდურს კი არა ომბალოს ჩაანაყავდა ხოლმე ბებო და ომბალოთ იყო მთელი ეზო ნოხივით დაფარული, მთელი წინა ეზო. ისეთი პედერები იყო, უფრო ველური ვიდრე აქეთ რომ იციან, აქეთ ესეთი მაღალია და ფეხს იკეთებს და მოსაკრეჭ მოსაცელია ლამის, მაღალია მოკლედ. აი ამას ქინძს დაუნაყავდა ხოლმე, ცოცხალ ქინძს და წითელ წიწაკას უზამდა ხოლმე, არ ვიცი ნიორი ქონდა, არ ქონდა, მოკლედ აი ეს დედას უნდა მკითხო მე დიდი ხანია ეგეთი არაფერი არ გამიკეთებია და მე მაშინ პატარა გამიკეთებია კი არა, არ მიმირთმევია, არ მინახია და შესაბამისად არც მახსოვს როგორ კეთდება, დედას ემახსოვრება ეგ დედაჩემს. ეს იყო გოგრის. მწვანე იყო, რო შეხედავდი, ცოტა მოზრდილ სამარილეებში დებდნენ ხოლმე და გადავუსვამდით ხოლმე პატარა კოვზით ან დანის წვერით ამ იმას გოგრას და ეს იყო გოგრასთან მისართმევი. სულ სხვანაირი კეთდებოდა ხოლმე ნესვისთვის. სულ სხვანაირი კეთდებოდა ხოლმე მოხარშული სიმინდისთვის. მოკლედ, აი ეს სველი სუნელები, ზოგი მოწითალო იყო, ზოგი მწვანე იყო, ზოგი მწარე იყო, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი, ხა მარილი ყველას ქონდა, ერთი ეგ მახსოვს და მახსოვს რომ იყო მწვანე და ნიგოს უმატებდნენ, უფრო სწორედ თხილს. სამეგრელოში ეს კაკლის ხეები ძალიან მალე ბერდება. შემოსიხარულო, კაკლის ხეები მალე ბერდება და დიდად მოსავლიანიც არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მხარეზე. ჰესის გაკეთების შენგურ ჰესის გაკეთების შემდეგ მოხდაო ეს ყველაფერიო, აირიაო იქო ცოტა კლიმატიო და კაკლის ხეებმა და საერთოდ ხეებმა ადრე დაიწყეს დაბერება და დახავსება. 20 წლის კაკალი და ერთი 4-5 წელია რომ დაიწყო გვარიანად ნაყოფის მოცემა და მოსავლის მოსხმა უკვე მოსაჭრელია ლამის ისეთი ხავსიანია და ძირში ახალი უნდა მიურკვა. რაც შეეხება თხილს, თხილი უფრო გამძლეა და სხვათა შორის იცით რა შეა საქმე?
ნიგოს არაფრით არ ჩამოუვარდება, თხილს თავისი ხიბლი აქვს. თხილს სხვანაირი გემო აქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ გააკეთეს კაკლის ეკონომია დაუშვათ და უფრო იაფად გამოვიდნენ. თხილს თავისი გემო აქვს. აი ბებიაჩემ მაგალითად ქონდა, არ ქონდა ნახევარს ნიგოზდებდა ხარჩოში და ნახევარს თხილს. სხვანაირად კარგ გემოს აძლევს ოსე ამბობდა. რა ვიცი. აი ესეთი ამბები ჩემო კარგებო, რაც შეეხება იმას, სუნელს და ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამიზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ამასთან დაკავშირებით თუ ამდაგვარი გაქვთ. იმიტომ რომ მე უშუალოდ ბებიისგან ეს ნასწავლი არ მქონდა, მე მაშინ პატარა ვიყავი, ეს ყველაფერი კეთდებოდა ოჯახში. აი, ერთადერთი ვარიანტია, რომ დედას ახსოვდეს. აი ასე. ლობიანები გამოვაცხე ჩემო კარგებო. დღესაც ვიყავი დედიკოსთან, იმიტომ რომ დამრჩა დამტენი გუშინ და ის დამტენი, რომელიც მე მქონდა, ტენი და რაღაცა რა ვიცი, მე 10 საათი უნდა და სრულდა დადვამდა ტელეფონს და ნოუთბუქსაც მივიტენი და წავედით, გადავედით დღეს და დღეს ყავა და ნაყინი მივერთვით. კარგად ვიხალისეთ მამას დაბადების დღეზე, ვისადილეთ და მალევე წამოვედით შებინდდა და ძალიან ცუდი ამინდი დადგა, წუხელის სულ გადაათეთრა მთები და დილით 8-დექი ჯერ კიდე თეთრი იყო და აი მე მზე მიადნო კარგად დაგვათბო, მაგრამ კიდე ცუდ ამინდებს გვიჩვენებს ჩემო კარგებო. მოვედი ახლა სახლში, დავაცხე ლობიანები, ხაჭაპურები არა. აი ესეთი ლობიანები გამომივიდა, თხელი და რბილი და არ დამეზარება, გავუმეორდები, გავუმიასდები და ვიტყვი რომ აი ესეთი ნაზი უნაზესი ცომის მისაღებად ძალიან კარგია. ცომის მაცივარში ერთი ღამე გაჩერება. აი, მოვზავთ ჩვეულებრივ ცომს, ამოიყვანთ, გადააფარებთ ცელოფანს, გადაზილავთ კიდე ერთხელ, რომ ძალიან არ ამოფულდეს და არ გაიპაროს ცომმა, არ მოსვაროს მაცივარი, გადააფარებთ სუფთა ცელოფანს და შედგავთ გადაზელილს და დაწეულს უკვე მაცივარში და ერთი ღამის შემდეგ არის გასაოცარი, ასე აკეთებენ იტალიელები. ისინი არც აცდიან გარეთ ამოდის, მაცივარში დებენ და ღამე ამოდის და დილით აწყობენ პურს. მოგესალმებით ხალხო. თოვლი მოგვივიდა. აი ამ გადათეთრებულ, აყვავებულ ხებს ათობს და სავარაუდოდ ყველაფერს გააფუჭებს. ანუ კურკოვანი, კენკროვანი, ხილი საერთ არ გვექნება არაფერს. რას ვიზარდ? ხო არ გამოვდოთ. ცივა, გათბობა ჩავრდე. დღეს გეგმავდით, რომ თბილისში გვინდოდა წიგნის ბაზრობაზე წამოსვლა და რაღაცა ხელი არ მოგვემართა, შეიძლება ხვალ წავიდეთ. აი ასე. ისეთი ამინდი გვაქვს. სახლში ჯდომის. თან უმატებს და უმატებს. ახლა სინდისი აქვს ამ ამინდს, ა? გადაირევა ადამიანი რა. მარტი ურევსო იქო ნასესხებიო ისაო ესაო. რაღა დროს ნასესხები და მისესხები და მოსესხები. ლამსარე აპრილ დამთავრდეს უკვე. გადაირევა ადამიანი. გაბრაზებული ვარ ძალიან. აი აქ თქვენად კოცაც არა ჩანს. მაღაზიაში ვარ ჩასასვლელი. ბუბუს აღარ აქვს თავისი სპეცსაჭმელი, რომელიც აქ არ იყიდება, მაგრამ გაყინულ იმას ვიყიდი, ქათმის ფილეს. ბრინჯთან ერთად მოუხარშე გუშინ და ძალიან სიამოვნებით არჩა. როგორ დაატრიალა.
მეტყობა რომ ახალი გაღვიძებული ვარ, ხო? როგორი ამინდია თქვენთან, თქვენ ქალაქებში, თქვენ სოფლებში, თქვენ მხარეებში. იმედია ასეთი არა, -2 საჩვენებს ღამე. იმედია საქართველოს რომელიმე კუთხეში მაინც დარჩება ხილი. თორემ ისედაც ძვირია და უფრო მეტად გაძვირდება. იცით, აი შეიძლება ტყემალი და შინდი გადარჩეს, უფრო ესეთია. თანაც ტყემალი კაი ხანია აყვავებული, აი რაც შეეხება ატამს, ატამი ძალიან ესეთია. ფაქის, როგორც აქ ამბობენ, მალალია. ნაზია ძალიან, ატამს აუცილებლად გააფუჭებს. გაიგე ბუბუ? ბუბუში? თოვლი მოვიდა გენაცვალე. შიში მოვიდა. ეხლა უნდა გაგახედოთ გარეთ. მზე ამოვიდა. ბუჩი, მზე ამოვიდა, ხო? დღე მიდის საღამოსკენ და მზე ამოვიდა ამ დღის ბოლოს. ბევრი ვიფაციფუცე როგორც ყოველთვის. გარეთ რო გავდივარ ვიღლები და სახლში რო ვრჩები უფრო მეტად ვიღლები ხო. კარგ დღეს გისურვებთ, შემოკარგება, შეხვედრამდე. თავს გაუფრთხილდით, ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ბრძანდებოდეთ.